სწოიოსო, რჩეული სათამაშოები. იყო და არა იყო რა. იყო ერთი ცოლ-ქმარი. ქმარი მეტისმეტი უქნარა და ზარმაცი, არაფერს აკეთებდა. ან იჯდა და ჭამდა, ან იწვადა ხან ერთ გვერდზე გადაბრუნდებოდა, ხან მეორეზე. ცოლი კი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა შრომობდა. ქმარსაც არჩენდა და თავის თავსაც. მაინც მეტად ღარიბად ცხოვრობდნენ. იმათ ბედობაზე მარტო ერთი გაოხრებული მამული იყო სადღაც შორს, რიყესა და ქვიშაზე და ჭინჭრისა და ღოლოს მეტი არაფერი მოდიოდა. ერთ გაზაფხულზე ცოლმა სთხოვა მეზობლებს და ეს მამული მოახვნევინა. მერე თესლი ჩამოითხოვა და დათესა. ყანა მოვიდა, რა ყანა, სულ ზღვასავით ღელავდა. დადგა მკათათვე, შემოვიდა ყანები. ცოლმა უთხრა ქმარს, კაცო, ადეკ, წადი, ნახე ყანა, იქნებ არაფერი მოგვივიდა, იმედი ტყუილად გვაქვს. ადგა როგორც იყო უქნარა და წავიდა მამულის სანახავად. მაგრამ ნახევარი გზაც არ გაუვლია, დაბრუნდა უკან და ცოლი მოატყუა. ვიყავდა ღოლოსა და ჭინჭრის მეტი, არაფერი მოსულა. ნეტა თესლი ტყუილად რაღაცზე გადავყარეთ. ცოლმა იცოდა როგორი ყანაც იდგა და არაფერი უთქვამს. როცა ყანა სამკალი გახდა, ცოლმა უთხრა უქნარას, კაცო, ან სამკალს წადი, ან შინდარჩი, რძე შედღვიბე, კრუხ წიწილას საკენკი დაუყარე და თვალიც დაიჭირე, ფქვილი გაცერი და პური გამოაცხვე. უქნარამ შინდარჩენა არჩია. კრუხ წიწილა რომ არსა წასულიყო, აიღო ძაფის გორგალი, გადააბა ერთმანეთს წიწილები და კრუხი და გაუშვა კალოზე. უცებ საიდანაც გაჩნდა ქორი. დააფრინდა კრუხ წიწილას და გააქანა ყველა ერთად. უქნარამ აიკიდა ზურგზე საცერი, ფქვილიანი გუდა, სარძეული და გამოუდგა ქორს. იფიქრა, კრუხ წიწილასაც დავაგდებინებ, ფქვილიც გაიცრება, რძეც შეიძღვიბება და ყველა საქმეს ერთმაშად მოვჭები. მაგრამ ვერც კრუხ წიწილი გააგდებინა და დაფქვილიც დააბნია. დაბრუნდა უქნარა შინ, ცოტა არ იყო შეფიქრიანებული. რაღა უთხრა ცოლს, ან კრუხ წიწილა, ან ქვილი საიდან ვიშოვო. იფიქრა და მოიფიქრა. ეს კვერცხები ხომ გვაქვს. ავდგები, ჩავაწყობ გოდორში. შიგ მე ჩავждები და სანამ ჩემი ცოლი სამკალიდან დაბრუნდება, წიწილებს გამოვჩეკ. მართლაც აიღო და ჩააწყო კვერცხები ბუდეში. ზეთ თვითონ დააჯდა და მოხვა კრუშკრუშს. საღამოზე ცოლი დაბრუნდა სამკალიდან და ქმარს დაუძახა. კარი გამიღე. მოისმა სახლიდან. კარი გამიღე, გაუმეორა ცოლმა. ისე მოისმა სახლიდან. მესამე დაუძახა ქმარს. სადა ხარ, სადაიხაფე და დაიკარგე, კარი გამიღე. ხმა არავინ გასცა, მარტო კრუშკრუში ისმის. ადგა და შეამტვრია ცოლმა კარი, შევიდა შინ და რას ხედავს. მისი ქმარი ჩამჯდა რა ქათმის საბუდარში და კრუშკრუშებს. რა არის კაცო, ეგ რაღა საქნელი იყო, რა მოგიგონია მაგოდრიდან ამოდი. კრუხ წიწილა კორმა წამართვა და კვერცხებს დავაჯე გამოსაჭეკად. უპასუხა ქმარმა. შენი გამოჩეკილი არ მინდა, უთხრა ცოლმა. მაგოდრიდან ამოდი. ამოიყვანა ბუდიდან ცოლმა უქნარა ქმარი და დასვა კერაზე. მეორე დღეს ცოლმა ჰკითხა უქნარას. აბა რას იზამ? ისევ სახს მოული თუ სამკალს წახვალ? სამკალს წავალ, უპასუხა ქმარმა. თუ დღეში სამ ქათამს დამიკლავ, ერთ სადილად, ერთ სამხრად და ერთ ვახშმად. იმ მამულს მარტო კამე მომკი. ოღონ შენ ის ყანა მომკე და თუნდა 4 ქათამს დაგიკლავ, უპასუხა ცოლმა. წავიდა უქნარა ყანაში. მთელი დღე 2-3 ძნა ვერ გამოჭრა. სულ ეგდო და ეძინა. 3 ქათამი კი შეჭამა. გავიდა 3-4 დღე. ყანა უკვე ჩაწვას აპირებდა.
ერთ დილას ადგა უქნარას ცოლი, ითხოვა ცხენი, კაცის ტანის სამოსი, იარაღი, ჩაიცვა ტანსაცმელი, იარაღიც აისხა, შეჯდა ცხენზე და ქმრისაკენ გასწია. უქნარას რომ მივახლოვდა დაუძახა: მომკალო, ზარმაცი ვინმე ხომ არ იცი, ხელმწიფე შვილი ყავს ავად, უკვდება და ზარმაცის ღვიძლი გვასწავლეს, ის უშველისო. ზარმაცი შეშინდა და შეფიცა: არ მიზარმაცია კაცო, ეს 1 საათია მკადავიწყე და მეც როგორ მომკიდი. თუ საღამომდის არ მოგიმკია ეყანა, მოვალ, თავს მოგჭრი და ღვიძლს სამოგარიდებო, უთხრა მგზავრმა და წავიდა. ეცა უქნარა ყანას და საღამომდის ბოლი აადინა. მერე დაჯდა, დაღლილი და დაიწყო ქშენა. საღამოზე ცოლმა საჭმელი მოუტანა, მაგრამ ჭამის თავი სადღა ჰქონდა, იჯდა და კუნესოდა. ცოლმა განგემკითხა: რას დაუღლი ხარ? უქნარამ უამბო: ხელმწიფის კაცმა გამოიარა და მე მუქრა. თუ საღამომდის არ მომკი ამ ყანას, მოვალ, თავს მოგჭრი, ღვიძლს ამოგარიდებ და წავიღებო. ცოლმა გული გაუკეთა: ნუ გეშინია, მოგიმკია და ეგ არის, ის შენ აღარაფერს გეტყვის. როგორც იყო, მოიტანეს ძნა, გალეწეს და ჩაყარეს მარცვალი. უქნარა ისევ ან იჯდა და ჭამდა, ან იწვა და ხან ერთ გვერდზე გადაბრუნდებოდა, ხან მეორეზე. დრო და დრო ცოლს გასახებდა: დედაკაცო, ღორს აჭამე? უქნარას ერთი ღორი ჰყავდა და რაც რამება და სულ იმას აჭმევდა. ერთხელ ცოლმა უთხრა: კაცო, ჩვენ საჭმელი არაფერი გვაქვს, შენ კიდევ ღორს აჭმევ, თავიდან მოვიშოროთ, დავკლათ. სანამ ქონი ტყავს გარეთ არ გამოუვა, არ დავკლავ, უპასუხა ქმარმა. ადგა ცოლი, გაათბო ერბო, მიასხა ღორს, მიიყვანა ქმართან, აჩვენა და უთხრა: ნახე, როგორ გასუქებულა, ქონი გამოსდის. უქნარას თავისი მუცელი ყველაფერს ერჩია და დაკლა ღორი. ღორის ხორცს მალე მოუღო ბოლო. ცოლმა ერთი ბარკალის დამალვა ძლივს მოასწრო. ქმარმა შეიტყო და ცოლს გადაეკიდა: მომეცი. ცოლმა უარი მოახსენა: მოვკვდები თუ არ გამომიჩენ, უთხრა უქნარამ. ცოლმა ისე უარის ტყიცა: მოვკვდები, უთხრა კიდე უქნარამ. მოვკვდი თუ მოვკვდები, ვის დააკვდები? არ დაუთმო ცოლმა. ადგა უქნარა, წაწვა ტახტზე, დახუჭა თვალები, გაინაბა და თავი მოიმკვდარუნდა. ცოლმა ყასიდა დაიწყო ტირილი, მოიყვანა მღვდელი, გააკეთებინა კუბო და ჩადეს შიგ უქნარა. ცოლი ერთხელ კიდე მივიდა ქმართან და წარჩურჩულა: გაცოცხლდი თორემ დაკმარხავთ. დარივარ როგორ გავცოცხლდე, უპასუხა ქმარმა. გაცოცხლდი, დაუჟინა ცოლმა. თუ ღორის ბარკას მომცემ, გავცოცხლდები, უთხრა ქმარმა. არა, უპასუხა ცოლმა. მაშ არც მე ავდგები. წაიღეს უქნარა და დაასვენეს ეკლესიაში. დაღამდა თუ არა, უქნარას ცოლი მივიდა საყდრის კარებთან და დაიძახა: დარნო, ახალნო და ძველნო, გეყურებოდეთ, ადექით, ცაში საყდარი შენდება, ვინც ახალი მკვდრები ხართ, 200 აგური უნდა აიტანოთ, ვინც ძველი 100. უქნარა მიფიქრა: ვაჟო, აქ 5 აგურსაც ვერ მოვლები ვარ და იქ 200 რა ეშმაკით უნდა ავიტანო. წამოხდა და მოკურცხლა ეკლესიიდან. ის დღე იყო და ის დღე, აღარც მომკვდარა, აღარც ღორის ბარკალი მოუკითხავს და აღარც უგურავია. შრომობდა და იყვნენ ტკბილად და მდიდრად. დოიოსო, რჩეული სათამაშოები.